ქათმის ღვიძლი ასე თუ მოგიმზადებიათ. მოამზადეთ, სიტყვაზე მენდეთ უგემრიელესი არის. გარეცხილი და გასუფთავებულ ღვიძლს დავამატე 3 სუფრის kovzi არაჟანი, შეგიძლიათ მაიონეზიც დაამატეთ, დავუმატე 2 სუფრის kovzi აფხაზეთის აჯიკის მეგრული აჯიკა 2 სუფრის kovzi და 1 ჩაის kovzi სვანური მარილი. გადაურიე კარგად და დავაყოვნე მინიმუმ 9 საათით. შემდეგ სათითაოდ მოვალაგე გახურებულ ზეთიან ტაფაზე დავბრაძე კარგად ცალი მხრიდან, ამოაბრუნე ისევ სათითაოდ, მოვაყარე თავზე ალყა დაჭრილი 2 დიდი თავი ხახვი, დავახურე თავზე, მოვშუშე კარგად ყველაფერი, გადაურიე, დავუმატე 2 სუფრის kovzi ტომატი, ცოტა წყალი, განსაზღვრეთ თქვენ თვითონ, დავახურე ისევ თავზე სრულ მზაობამდე და ბოლოს დავუმატე ნიური მარილი გემოვნებით და დაჭრილი ცოცხალი ქინძი, დეტალები აღწერილობაში.